დისლოკაციის სპეციალური სტუმრების ადგილი დგება, რომელსაც ტრადიციულად გვანცალაღიძე შემოგთავაზებთ მომავალშიც. თბილისში კი ამასობაში მალე ახალი გლდანი გაჩნდება და ეს ერთადერთი სიახლე ნამდვილად არ არის, რომელიც ერთი კონკრეტული ბიზნესმენის სახელს დაუკავშირდება. სამშენებლო ბიზნესში ჩადებული 10 მილიონი დოლარი ცხადია და ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული 15 მილიონის ინვესტიცია ასევე ამერიკულ დოლარში. გვანცალაღიძე უმასპინძლებს ბიზნესმენ იური სარქისიანს, მე თქვენთან ერთად ვარ ძალიან საინტერესო ინტერვიუს მოლოდინში. გვანცაგისმენთ. დიახ, გიორგი, ინვესტიცია ნამდვილად 15 მილიონს შეადგენს, ახალი გლდანი და 10 მილიონს, ახალი გლდანის მშენებლობის საერთო მოცულობა კი 16000 კვადრატული მეტრია, თუმცა სანამ კონკრეტული პროექტის განხილვაზე გადავალთ, საქართველოში დაბადებული და პეტერბურგში მოღვაწე ბიზნესმენი უნდა გავიცნოთ და ბიზნესის მართვაში 40 წლიანი სამუშაო გამოცდილებაც უნდა გავიზიაროთ ამავდროულად. საქმე ინდილის სტუმარი бизнесмен Юрий Саркисян, როგორც ჩვენ აღნიშნე, доброе утро, во-первых, Юрий, во-первых, большое спасибо за ваше время. Начнем сначала. 40-летний опыт. 40-წლიანი გამოცდილება გიორგისთან საუბრობთ ამაზე, როგორ გადაწყვიტეთ ბიზნესმენი გამხდარიყავით და როგორ მიხვედით სამშენებლო ბიზნესამდე. პირველ რიგში ბოდიში მინდა მოუხადო ტელემაყურებლებს, რომ სულად საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ვფლობ ქართულ ენას, მე საქართველოში თბილისში გავიზარდე, მაგრამ უკვე ისე აღარ შემეძლია, როგორც ადრე შემეძლო. Ну, так как видно, что я уже რამდენადაც ხედავთ, რომ არც ისე ახალგაზრდა ვარ, я не решился стать бизнесменом. არ გადამიწყვეტია ბიზნესმენი გამხდარიყავ ცხოვრება მოიტანა. საბჭოთა დროს გახდით 120 საწარმოს ხელმძღვანელი. რა მიმართულებით ეს ფაქტიურად ავეჯის წარმოება ჩრდილო-დასავლეთის საკმაოდ დიდი რეგიონია ჩრდილო-დასავლეთი და იქ 120 საწარმო იყო და ამ საწარმოების 32 წლის ასაკში ვიყავი მათი ხელმძღვანელი. ძალიან მალე გავაკეთე საბჭოთა კავშირში კარიერა შევქმნი და ისე გამოვიდა, რომ ამის შემდეგ ნელ-ნელა ეტაპობრივად გადავედი ბიზნესში, რომელიც ისე ავეჯის ბიზნესში, ჩემი ძირითადი მიმართულება მქონდა საწარმო, რომელსაც მესამე ადგილი ეკავა რუსეთში, ავეჯის გამოშვების მოცულობით და 2000 ადამიანი მუშაობდა ამ საწარმოში, იყო დასაქმებული. ნელ-ნელა ასე თუ ისე მიწევდა მშენებლობაც, განვითარებაც, როგორც ქარხნები, ასევე საწყობები და ნებსითუნუებით მომიწია გადასვლა ბიზნესში. Думаете ли вы, что строительный бизнес это один из самых სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი მიმართულება. ფიქრობ, რომ მეტად დამმომგებიანი ვიდრე წარმოება შემიძლია ვთქვა. აშკარად უფრო მომგებიანია წარმოებას, რაც შეეხება საქართველოში გადმოსვლას. Здесь, вы понимаете, здесь значительно удобнее. ბევრად უფრო ხელსაყრელი და მყუდრო ატმოსფერო არის სამუშაოდ, რადგან ბიუროკრატია ბევრად უფრო დაბალია, ბიუროკრატიის დონე ძალიან დაბალია, შედარებით ბევრ ქვეყნებთან, მოდით ასე ვთქვათ. Не сравнивать. არ შევადარებთ, უბრალოდ მთავარი იდეა, რის გამოც თქვენ გადაწყვეტეთ საქართველოში ინვესტირება რა არის, ეს არის ჩემი გადმოსვლა საქართველოში, პირველი აზრი, მთავარი აზრი არის ეს იყო. ხო, არ შემიძლია უსაქმურად ვიჯდე, უნდა რაღაც გავაკეთო, უნდა შეჩვეულო ვარ მუშაობას და შესაბამისად თავი იყო ჩემი გადმოსვლა და როდესაც ვიფიქრე 2 წელი განვიხილავდი სხვადასხვა ვარიანტებს, რა ვთქვით, დავკავებულიყავი საქართველოში და ბოლოს მივიღე მაინც გადაწყვეტილება სამშენებლო ბიზნესში მომეცა და ჩემი ძალები, რადგან ეს მომწონს, მე რაღაცას ქმნი, რაღაცას აკეთებ კარგს და უბრალოდ რაღაცას ყიდვა და გაყიდვა, რა თქმა უნდა, კარგი ბიზნესია, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენია ჩემთვის. კონკურენცია ბიზნესში არის არსებობს საკმაოდ ბევრი არის სამშენებლო კომპანია ჩვენთან და თქვენი პრიორიტეტს რას წარმოადგენს ამ შემთხვევაში იცით? მე გლდანში ვაშენებთ ახლა ახალ გლდანში ობიექტს სინამდვილეში არის ახალი გლდანი და ყველა აშენებს იქ თითო შენობას, ჩვენ კი ვაშენებთ კომპლექს შენობების მთელი კვარტალური მშენებლობა მიმდინარეობს, ეს კარგია. ადამიანი არა მხოლოდ ბინას მიიღებს, არამედ ცხოვრების სტილს იღებს.
продаем квартиру. ჩვენ ის უბრალოდ კი არ ვყიდით ბინას, არამედ ცხოვრების სტილს ვყიდით. რა იქნება კვარტალში სპორტული მოედნები, ფიტნეს ცენტრი, მაღაზიები, ხელმისაწვდომი პირდაპირ მოედანზე, რომ ადამიანს შეეძლოს ჩამო. ბავშვ-საბავშვო მოედნებიც არ დაგვაუწყდეს, ახლა ესე იგი საბარკო დასაპარკებელი ადგილები, პარკინგები. То есть там можно отдыхать, там можно. ხეივანი არის, წიწვოვანი ხეები. როდის იწყება? ჩვენელობა უკვე დაიწყო, უკვე მესამე სართულზე, სართულამდე ავედით, დიახ, ეს არის მაისიდან დავიწყეთ და მინდა ვთქვა, რომ ხარისხი ჩვენი მშენებლობის, რომელსაც მე ძალიან გულისყურით ვადევნებთ ალყურს, მნიშვნელოვანია ჩვენ მოსკოვიდან მოვიწვიეთ მშენებელი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მშენებლობის სფეროში და იგი ხელმძღვანელობს კოორდინირებას უწევს ამ მშენებლობას. იცით, მე მომწონს თუ როგორ აშენებს ეს ადამიანი, ჩვენც მოგვეწონება, ვფიქრობ, ალბათ დაინახავთ თქვენც და არც მომდებით რომ ხარისხი მშენებლობის პროექტი ნახე და სულმოწმოთ ველოდები, რა გავა თუ არა თქვენი პროექტი თბილისის საზღვრებს გასწრება თუ რა რეგიონამდე? არა მგონია, იმიტომ რომ მე არ მინდა არ შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება იმუშაოს, ალბათ მოგვიწევს როდესაც დავიშვენოთ. ეს პროექტი, რომელსაც არის განკურნული გამოცდილება არის. ეს პროექტი გათვალისწინებულია 4 წელზეა გათვლილი, მე 77 წელს გავხდები მაშინ, არ გეტყობათ. რა იქნება შემდეგ აღარ ვიცი, მაგრამ ჩვენ სხვა მიმართულებებსაც ავითაროთ ბიზნესის. რა იქნება თქვენი მომდევნო ბიზნეს მიმართულება? ეხლა პირველ რიგში განვაახლეთ ავეჯის მიწოდება, პეტერბურგის ავეჯის მიწოდება საქართველოში. მაჟორშაულას თუ გახსოვთ, პეტერბურგის ავეჯის მაღაზია არის, ჩვენ მას რეკონსტრუქციას ვუკეთებთ ამ შენობას და ახალი ავეჯი შემოვიყვანეთ. არ ველოდი რომ ამდენი კლიენტი მოვიდოდა, მომხმარებელი, პირველი ყველა სახსოვთ ძველი პეტერბურგული ავეჯი და ისინი დაბრუნდნენ და ისინი ეწერება ისე მაღაზიას პეტერბურგი და არ ველოდი რომ ესე იგი ესეთი ნაკადი მოვიდოდა მყიდულ. ჩვენ ასევე ავტოკლუბი გავხსენით, ეს არ იყო მთავარი, აქ 100 ადამიანი მუშაობს დაახლოებით, ეს არის მომსახურება ყველა მანქანებისა, არა მხოლოდ მომსახურება, იურიდიული დახმარება 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა ენებზე, აზერბაიჯანს, რუსული, ქართული, ფარსი, ანუ სპარსული, თურქული. ანუ ყველა იმ ადამიანებისთვის ჩემოდის აქ ტურისტებიოზე მანქანით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან ჩვენთვის დაახლოებით 700,000 მანქანა შემოდის საქართველოში, რაც ნამდვილად არ არის ცოტა. იცით, ბავშვებივით არიან, რაღაც დაკარგულებივით არიან და ენა არ იციან, საწავიდან არ იციან და ამისათვის ჩვენ ვიქნებით იქ და ეს არა მხოლოდ ტურისტებისთვის იქნება, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეიძლება ნასვა მიმძღოლი იყოს რაღაცა, ყველას რაღაც თუ დაუშვათ, გაუფუჭდა მანქანა მივაწვით მას, ან გაუგზავნით მძღოლს, რომ ბიზნესმენს შეეძლოს გვერდზე იდეს. შეისწავლეთ ბაზარი, რა თქმა უნდა, თავიდან შევისწავლეთ ბაზარი, ჩვენ კლუბი, ავტოკლუბი გვაქვს, მხოლოდ ჩვენი კლუბის წევრები ისარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. როგორ უნდა მოხდეს თქვენს ავტოკლუბში ადამიანი? 10 დღის შემდეგ გავხსნით ამას. ოფისს ცოტა შევყომდით, მაგრამ 10-15 დღის შემდეგ გავხსნით და შეგიძლიათ შეისყიდოთ ჩვენი საკლუბო ბარათი. იმედია ჩვენ კიდევ მრავალჯერ ვისაუბრებთ სხვადასხვა გადაცემებში ხალხმოყოლებზე ბიზნეს გვაქვს სხვა თემებიც ასაუბრო. ბოლო ბანალური, მაგრამ პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა ჩემთვის, როგორ უნდა გახდეს ადამიანი წარმატებული ბიზნესმენი. იცით, პრობლემა არის საკითხი, იმიტომ რომ მხოლოდ 5% არის რუსეთში ბიზნესმენი, დანარჩენი აღმასრულებელი არის, მუშაობს, ანუ დაქირავებას რომას ახორციელებს და როგორ გახდეს, არის თუ არა გახდეს საჭირო გახდეს ბიზნესმენი, ესეც კითხვა არის. შეიძლება ბიზნესმენში 85% არის, არ არსებობს შებრუნებული ვარიანტი, 95% იყოს ბიზნესმენი და 5% შემსრულებელი. ვიღაცა ხომ მუშაობს. თუ ვისაუბრებთ იმას, როგორ გახდეს წარმატებული ბიზნესმენი, ალბათ თავდაპირველად უნდა გავთვითცნობია, რომ გაქვს თუ არა შესაძლებლობა, გაქვს თუ არა პოტენციალი, რომ გახდეს ბიზნესმენი. ყველას არ შეუძლია, ეს არის ტესტირება საკუთარი თავის. ყველას არ შეუძლია გახდეს. როდის მოახდინეთ თქვენი თავის ტესტირება? არასოდეს არ მომიხდენია. მე საბჭოთა კავშირის შემდეგ გავხდი ბიზნესმენი, როდესაც ეს ყველაფერი არ არსებობდა და უნდა გქონდეს გარკვეული ტიპის ხასიათი, ქარიზმა უნდა, მიმზიდველობა უნდა გქონდეს და უნდა გაათვითცნობიერო, რომ თუ ბიზნესმენი ხარ, მთელი შენი ცხოვრება
ცხოვრება უნდა შეწირო ამას, მიუძღვნა ამას, უნდა შეიძლება ოჯახს ვერ დაუთმო მეგობრებს დრო. Как вам это сказать? როგორ გითხრათ? Ну вы все успеваете. მაგრამ ყველაფერს ასწრებს, მიუხედავად ყველაფერს, ასეც ვერ ვიტყვით. თუ ადამიანი ბიზნესმენია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს აღწევს ცხოვრებაში, ასწრებს ცხოვრებაში. შეიძლება ოჯახის დამიკარგავს ამის გამო, შეიძლება რაღაც კონტაქტები ბავშვებთან დავკარგე ამის გამო, ამაზე არ ამბობს არავინ, არ საუბრობს არავინ, ამაზე უნდა ვიფიქროთ. სანამ მოვინდომებთ ბიზნესმენად ქცევას, არსებობს რომ უბრალო სამუშაო გაძლევს უფრო მეტის თანხის შემუშავების საშუალებას, ვიდრე ბიზნესმენობა. კარგი და განათლებული შემსრულებელი Иногда я больше плачу сегодня. ხანდახან უფრო მეტს უხდი ასეთ ადამიანებს, თანამშრომლებს, ვიდრე მე თვითონ მიყე პრემიების სახით. И это нормально. და ეს ნორმალურია, ეს არის შტაგონება არის ჩვენი მაყურებლისთვის. საჭირო არის განათლება, ეს ნორმალურია. დამიჯერეთ მერწმუნეთ, რომ ბევრი არის კარგი ადამიანი. აქ ლაც სწორი მიდგომა არ არის ამ საკითხის, თუ ცოტა რამე შეგიძლია უკვე Первое надо сначала განსაკუთრებული ბიზნესმენი ხარ. არა ბატონო, პირველ რიგში უნდა მიიღო შესაბამისი განათლება. შემდეგ უნდა ემუშაო, გარკვეული სტაჟი უნდა შეიძინო, გამოცდილება მუშაობისა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია მიხვდე გაქვს თუ არა პოტენციალი გახდე ბიზნესმენი. იცით რთული ფსიქოლოგიური საკითხია. თუ ასე როგორც ადამიანების თქვენი თანამშრომლების ადამიანებს რომ საწყავს დაუშვათ ოჯახი, ცოლ-შვილი, მაგრამ მოსარგებელი არ მოხდეს, უნდა გადაწყვეტოს ხელმძღვანელმა ყველაფერს ხელმძღვანელს ეს არ არის აიული გადასაკეთებელი და თავიდან ძალიან ბევრი უნდა იფიქროთ, სანამ მიხვალთ აზრამდე რომ უნდა გახდეთ. ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ ბერს სხვა თემაზე. უღრმესი მადლობა ჩვენ ამოგვეწურა დრო სამწუხაროდ, მაგრამ აუცილებლად ყველა მართულობით კიდევ სხვა გადაცემებში. ძალიან საინტერესო სტუმარი იური სარქისიანი იყო ჩვენთან სტუმრად. დავიტოვეთ უკვე პირობა რომ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ძალიან ბევრი ბიზნეს მიმართულება დაანონსა მან, არაფულად სამშენებლო არამედ სხვა მიმართულებები, რომელსაც ასევე დაუთმობთ საქმიანდილას უკვე მომდევნო დღეებში.